ამას თქვენ თუ გაქვთ ეს თავისუფლების და დაცულობის განცდა რის მნიშვნელობაზეც ახლა ქეთი საუბრობდა განსაკუთრებით ამ ახალი ცვლილებების ფონზე რომელიც უკვე ბიზნესაც მეწარმის სუბიექტებსაც გეხება. მოგესალმებით მივესალმებით სტუმრებს, მაყურებელს. ხო, ეხლა ვცდილობდი რომ გავცნობოდი ამ ცვლილებებს სამწუხაროდ ვერ მოვასწარი. ისე კი რაღაც ინფორმაცია არსებობდა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა ვიცი, აქამდე პრინციპში თავისუფლად დაცულას გზნობდი თავს, მაგრამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები ბუნებრივია, რომელიც ესე თქვა ბიზნესს რაღაც გარკვეულ ჩარჩოებს უყენებს. ბუნებრივია ეს არ ვარ ახლა მე სამართალს ვცოლდი, მაგრამ რამდენად ჯდება ეს ევროპულ სტანდარტებში. ეს არ ვიცი შესაბამისად რა საჭიროებიდან მომდინარეობდა ის რომ თქვა ბიზნესს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეს გულისხმობ იმას, რომ ეს არის პოლიტიკური საქმიანობა ხო არ არის მხოლოდ მოთხოვნა რომ მაგალითად ხელისუფლება გადადგეს ხო პოლიტიკური მოთხოვნა შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული იყოს მაგალითად სიტყვის თუ ბიზნესს ჭირდება გარკვეული მაგალითად გზის მიყვანა თავის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მას აქვს პრეტენზიები და პირობითად დაბეჭდა გარკვეული ბუკლეტები და გაავრცელა იქ ან ასე შემდეგ ან გარკვეული აქტივობა დაგეგმა არ ვიცი როგორ პროტესტის მსგავსი ხო ისინი გამოდის რომ ესეც ხდება როგორც ხდები ასეთი ტიპის რეგულაციაში და ეს არ არის კარგი იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ცხოვრობთ სამართლებრივ თავისუფალ ქვეყანაში იქ ბიზნესსაც საქმის კეთება და ბიზნესის კეთება უფრო ეხალისება ხო ჩვენ ბიზნესმენები არ ვართ მხოლოდ ის ხალხი რომელსაც როგორ გითხრათ ყველაფერი აწყობილია და მარტო უნდა მივიდეთ დილას კომპიუტერი ჩავთოთ და მე წავიდეთ სახლში და ეს არის ჩვენი საქმიანობა ხო ძალიან რთულია ბიზნესის მართვა და წარმართვა მით უმეტეს ისეთ რეგიონში სადაც ჩვენ ვართ შესაბამისად ბიზნესის ხელშეწყობაზე დიდი ხანია ზოგადად ვლაპარაკობთ მაგრამ აი ასეთი ტიპის ცვლილებები ჩემთვის ცოტა გაუგებარია იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ ბიზნესის ნეგატიურ როლს ჩვენს ქვეყნის პოლიტიკაში არასდროს არ დამინახავს ეს გამოკვეთილი ნეგატიური როლი ხო მით უმეტეს არის უამრავი საშუალო ბიზნესი რომელსაც შეიძლება რაღაცა პრობლემები ჰქონდეს და აქამდეც ვერ საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებზე და თუ კი რაღაც ესეთი მსგავსი ასე ვთქვათ სიგნალი თუ მესიჯი მივარო იცით რა რაღაცა კიდევ უფრო მკაცრდება ხო უფრო დაიძრუნებიან ან ჩვენ საკმაოდ დიდ გადასახადებს ვიხდით ხო ანუ გადასახადები გადახდელები ვარ ჩვენ და ეგ იყო ჩემი შემდეგი კითხვაც რომ საერთოდ ანუ რა შინაარსი აქვს აი ამ განცხადებას ესე ვთქვათ რომ ბიზნესის ფული არ უნდა მაგალითად ნავთობის ასოციაციაში ხო არის ნავთობის შემოდამ ქვილი სადაც გადაწყვიტეს რომ მოითხოვონ აქციზის შემცირება და ამასთან დაკავშირებით გარკვეული საქმიანობა დააფინანსებს ხო მაგალითად თქვენს რომ არ ვიცი ავტომობილების ზღოლებს ურიგებენ რაღაც ბუკლეტებს ან ასე შემდეგ ხო ესე იგი ესეც არ შეიძლება იმიტომ რომ ეს ხო პოლიტიკაა ანუ საგადასახადო პოლიტიკაზე ზეგავლენა ხო თუ ესეა იმიტომ რომ არ წამიკითხავს ფიზიკურად ეს კანონი და ვერ მოახერხე ვერ მოვასწარი ახაც ვეძებდით ვცდილობდი რომ შევსულიყავი პარლამენტის ვებგვერდზე და მომესწრო სანამ თქვენ კითხვას დამისვავდით ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დაფიქრდებიან კანონმდებლები და უფრო სერიოზულად მივუდგებიან ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ არსებობს ასე ვთქვათ მიდგომა დიდი ხნის წინ დაპირება შეიძლება დავარქვა რომ საქართველოში უნდა იყოს ევროპული სტანდარტის დემოკრატია, ხო ასეა? და ევროპული სტანდარტის დემოკრატია ბიზნესის თავისუფლებასაც ეხება და ყველა თითოეული ადამიანის თავისუფლებას, ანუ თითოეული კანონი ამ ჭრილში უნდა იყოს განხილული, ხო? ეს წარადგება თუ არა ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიის განვითარებას და ევროპულ მომავალს, ხო ასეა? ჩვენ თუ უფრო მაღალი სტანდარტი უნდა გქონდეს, ჩვენ რაღაცები როგორც ხედავ არ მოგწონს ევროპაში რაღაც ისე არ მიდის, შეიძლება შვედეთში, შეიძლება სადღაც რაღაცა ისე ვერ ხდება როგორც მაგრამ ჩვენ ხო უფრო უკეთესი უნდა ვიყოთ, რომ კიდევ უფრო სწრაფად შეიძლება იქით მოვახდინოთ ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის სტანდარტებს ვწევთ, გავლენა ევროპის ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის დაბალი სტანდარტია. ამიტომ დემოკრატია არის ერთადერთი დაცვა საქართველოს მომავლის. სხვა ჩვენ ასეთ რეგიონში სხვა ინსტრუმენტი თქვა სხვა საშუალება არ გვაქვს ამიტომ თითოეული ადამიანის ინტერესი ეს ბიზნესმენი იქნება მოსწავლე იქნება პენსიონერი იქნება თუ რა იქნება ის რომ იყოს უმაღლესი სტანდარტის დემოკრატია იმიტომ ასეთ შემთხვევაში თითოეული ადამიანი ვარ დაცული ძალიან კარგად ახსნა ქეთიმ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე იურიდიულ ენაზე
და ის ადამიანურ ენაზე არის დაახლოებით ეს მაგალითების მოყვანა, რაც იქ იყო საუბარი, ხო, რაღაც მაგალითი კონკრეტულად. მე როგორც ვიცი, თქვა საგადასახადო კანონმდებლობაში რაღაცა არის რაღაც კანონი, იქ არის თანართებს ეძახიან ესე თუ ასე მახსოვს არის გაახილული მაგალითი ეს. ხო, მაშინ ეგეთი მაგალითები მაინც გითხრან, რომ წარმოდგენა შეგვექნას, რომ რისი უფლება გვაქვს, რისი არ გვაქვს უფლება, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ზოგადია ეს პოლიტიკური აქტივობა, ხო, ან ზეგავლენის მოხდენა. რა იგულისხმება? თქვა ზეგავლენის მოხდენაში ეს რომ ვიცოდეთ, რომ შამის შემდეგ ჩვენ ბრალულად შეგვეძლება მივცეთ შეფასება თითოეულ ადამიანს, არა მხოლოდ იურისტებს, არამედ თითოეულ ადამიანს შეგვეძლება ადვილად გავიგოთ და ან დავეთანხმოთ, ან არ დავეთანხმოთ. მე და თქვენ ის დროც გვახსოვს, როცა ესე ვთქვათ, მსჯელობდით იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები დგებოდა ბიზნესისთვის, რიათი უნდა ემსჯელა, ესე ვთქვათ, საქართველოს პარლამენტს და დონორები, ესე ვთქვათ, ძალიან ცდილობდნენ ამ რიას მექანიზმის დანერგვას პარლამენტში. ეხლა საერთოდ ისმის თქვენი ხმა, ანუ რაიმე შეხვედრა, საუბარი, არ ვიცი, რაღაც დამოკიდებულებების წინასწარი კვლევა, რჩევა, რაიმე გკითხეს საერთოდ თუ თქვენთვისაც სიურპრიზი იყო ის რაც ის გამკაცრებები და ცვლილებები, რომლებიც ახლა უკვე მეწამის სუბიექტებსაც შოუენსლება ხდება ახლა, რაც ეხება თქვა განათლების სისტემაში არსებულს. ეს სადღაც შემთხვევით მოვყარიყულია ამ ცვლილების შესახებ. ანუ ამ ყველაფერში ერთად რა თქმა უნდა ეს ჩემთვის სიახლე იყო და არ ვიცი სხვა სწავლინებასთან თუ იყო რაიმე ტიპის კონსულტაცია, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება კარგი საინვესტიციო გარემო იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ყველა ინდუსტრია განვითარდეს და ამისად თქვა მრეწველობა, ენერგეტიკა და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში ინვესტიციები მცირდება, პირდაპირ ინვესტიციები და ხელისუფლება ცდილობს, რომ სხვადასხვა ფორმით მოიზიდოს ახალი ინვესტიციები და ყველას გვესმის, რომ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი გზა არის უცხოური პირდაპირ ინვესტიციები. ესეთი ტიპის კანონმდებლობები, რომელიც განსაკუთრებულად ბიზნესს ეხება, ეს არის სენსიტიური ასეთ შემთხვევაში თვითონ ინვესტორები, რომლებიც ყველანაირად აფასებენ, ანუ ინვესტიცია, დიდი ინვესტორებსაც შემოდის საქართველოში, ხო, ის ავალებს იურიდიულ ფირმას, რომ მან შეისწავლოს ქვეყანა. თლიანად შეისწავლოს ქვეყანა, პირობები ასე შემდეგ და ხა იურიდიული ფირმები აგერ იცის აგერ კოლეგამ, რომ საკმაოდ დიდ ახებს იღებენ და ძალიან დეტალურ კვლევას მისცემენ მათ. საკითხი საერთოდ ვეღარ შევეხებ ხო, გამოდის. ასე გამოდის. ხო, ანუ ისინი აღწერ იმას, რა ვთქვათ, ზოგადად რა რისკები არსებობს საკანონმდებლო დონეზე, პოლიტიკური რისკები და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ ეს იქნება დიდი პრობლემა ინვესტორებისთვის.